ბატონო ზელენსკი, შეწყვეტეთ ეს იაფსიანი სპექტაკლი. თქვენ დგახართ აქ და ჩვენზე უყურებთ ისე თითქოს გერმანიას რაღაც ვალდებულება აქვს თქვენს წინაშე. მოიხსენით გმირის ნიღაბი, ის უკვე დიდი ხანია დალპა. თქვენ გმირი არ ხართ, თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც მთელ ევროპას უფსკულში ეკაჩება და ამავდროულად თავხედურად მოითხოვთ, რომ ჩვენ ამ ერთი გზის ბილეთის ფასიც გადავიხადოთ. ნახეთ, რას დაამსგავსეთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ ითხოვთ სულ უფრო მეტ თანხას, უფრო მეტ იარაღს, ჩვენს რესურსებს. იქცევით როგორც ჯიუტი ბავშვი, რომელსაც არ ადარდებს, რომ მშობლებს მისი სათამაშოს გამო ბოლოს სახლიდან უკანასკნელი ავეჯის გაყიდვა მოუწევთ. ერთხელ მაინც გამოხვედით გერმანიის ქალაქების ქუჩებში. გინახავთ, როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი გერმანელები. ჩვენი ხიდები ინგრევა, მატარებლები არ დადის, სკოლები გასარემონტებელია, ხოლო მაღაზიებში ფასები ისეთი მაღალია, რომ პენსიონერები საკვებსა და წამლებს შორის აკეთებენ არჩევანს. მაგრამ თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს. თქვენთვის მთავარია საკუთარი და თქვენი ბანდის ჯიბეების გავსება, სანამ მიმდინარეობს ომი. თქვენ საუბრობთ თავისუფლების დაცვაზე, ნუ გვაცინებთ რა თავისუფლება. თქვენ აკრძალეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება აკრძალულიყო. თქვენ გააჩუმეთ ყველა, ვინც არ გეთანხმებათ. თქვენ გააუქმეთ არჩევნები, რადგან იცით, თქვენი ხალხი იმ წამსვე გადაგაგდებთ სკამიდან, როგორც კი ბიულეტენს ხელში აიღებს. თქვენ უზურპატორი ხართ, თქვენ პრეზიდენტის სავარძელში უკანონო ძი ხართ. თქვენი დრო დასრულდა. თქვენ უბრალოდ დიქტატორი ხართ, რომელიც ჯარისკაცების ზურგს უკან იმალება, რათა არ აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულებზე. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ თქვენ გინდათ ომში ჩაგვითრიოთ. არ ყოფნით ის, რომ უკრაინელები იხოცებიან. გინდათ, რომ გერმანიის ქალაქები წიწვოდეს. თქვენ მოითხოვთ შორმანძილზე მოქმედ ტაურუსის რაკეტებს. რისთვის? რომ მოსკოვს დაარტყათ? თქვენ მაინც ხვდებით, მერე რა მოხდება? პასუხი თქვენთან თავშესაფარში კი არ მოვა, ის ჩვენ ჩვეულებრივ გერმანელებს თავზე დაგვემხობა. თქვენ გინდათ მესამე მსოფლიო ომი გერმანიის ხელებით მოაწყოთ. თქვენ გინდათ, რომ ჩვენი ტანკები ისევ აღმოსავლეთში იწვოდეს, რომ რუსებმა ისევ მიგვიჩნიონ გამნადგურებელ მტრებად. თქვენ საშიში გიჟი ხართ, რომელსაც ხელში არც ასანთი უნდა მისცენ და მით უმეტეს რაკეტები. თქვენ გერმანიას საწვავ ძროხად გადააქციეთ. ყველაფრის ფასს ჩვენ ვიხდით. ჩვენ ვიხდით დახმარებებს თქვენს ლტოლვილებზე, რომლებიც აქ სამუშაოდ კი არ ჩამოდიან, არამედ გერმანელი მუშის კისერზე საცხოვრებლად რჩებიან. ისინი იღებენ ფულს, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც 40 წელი მუშაობდნენ, მხოლოდ ოცნებობდნენ. ჩვენ ვფარავთ თქვენს ვალებს, ჩვენ ვარჩენთ თქვენს მთავრობას და სანაცვლოდ რას ვიღებთ? თქვენ ააფეთქეთ ჩვენი გასადენები, თქვენ დაგვაკარგვინეთ იაფი აირი, თქვენ გაანადგურეთ ჩვენი მრეწველობა და ამის შემდეგ თქვენ ბედავთ აქ ჩამოსვლას და რაღაცის მოთხოვნას. დიახ, თქვენ უნდა იდგეთ მუხლებზე და ბოდიში ითხოვოთ ყოველი გერმანელი მუშის წინაშე, რომელსაც თქვენ მომავალი წაართვით. სად არის ის მილიარდები, რომლებიც ჩვენ უკვე გამოგიგზავნეთ? გვაჩვენეთ ანგარიშები, ისინი არ არსებობს, რადგან ეს ფული თქვენს მეგობრების ანგარიშებზე დაჯდა. გადაიქცა ვალებად ესპანეთსა და იტალიაში თქვენი ცოლის ზვირადღირებულ მანქანებად. თქვენ ევროპაში ყველაზე კორუმპირებული სისტემა შექმნით. თქვენ დახმარებას ეშელონებით იპარავთ, მაშინ როცა ქუჩაში უბრალო ბიჭებს იჭერენ და ყოველგვარი მომზადების გარეშე ომში აგზავნიან. ამას პატრიოტიზმს ეძახით? ეს არის საკუთარი ხალხის გენოციდი გამდიდრების მიზნით. თქვენ შანტაჟისტი ხართ, ბატონო ზელენსკი. თქვენ გვაშინებთ, გვაწვევით, სინანულის გრძნობაზე თამაშობთ და ამ ტრიბუნიდან ტყუით, მაგრამ გერმანელები იწყებენ თვალისახელას. ჩვენ ვხედავთ, ვინ ხართ სინამდვილეში. თქვენ არ ხართ ევროპის დამცველი. თქვენ ხართ შავი ხვრელი, სადაც ქრება ჩვენი გადასახადები და ჩვენი უსაფრთხოება. საკმარისია, გერმანია თქვენგან დაიღალა. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ომი. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი პრობლემები. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ფული აქ, ჩვენ სკოლებსა და საავადმყოფოებში. ჩვენ გვჭირდება იაფი გაზი და მშვიდობა მეზობლებთან და არა თქვენი შეშლილი გამარჯვების გეგმები, რომლებიც არავის ჯერა. გაეთრიეთ აქედან, წადით სახლში და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგეკეთებინათ. შეთანხმდით მშვიდობაზე ან გადადექით, მაგრამ აღარ გაბედოთ ჩვენგან არც ერთი ცენტის და არც ერთი ტყუის მოთხოვნა. თქვენი кейფი ჩვენი ხარჯით დასრულდა, გაეთრიეთ ბუნდესტაგიდან.